გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგო და ბეგი, როგორ ხართ? უკვე კარგად მეგი მასწავლებელა. აბა ბეგი, კიდევ კარგი რომ ასე დამთავრდა ეს ყველაფერი რა. და რა მოხდა? რა მოხდა მეგიმას და მე და ბეგო რამდენიმე დღე ფრანს ვაკეთებდით. ვაიმე, იცით რამდენი ვიწვალეთ? ძალიან ბევრი და ისეთი კარგი გამოგვივი და აი სულ ცოტა გამოქანებას ჭირდებოდა და ის უკვე საშინავარდობდა. მერე? გუშინ მინდორში გავედით და ფრანით დავიწყეთ თამაში. თან ამინდიც მშვენიერი იყო. არა ჩვეულებრივი. ხო და ფრანით გამოვქანდით. დიახ. მიფრინავს ეს ფრანი, ჩვენც მივყვებით და თან ვერთობით. მაგრამ უცებ, ვაიმე გახსენებაც არ მინდა ბეგი ამისი რა, ვაი. ბეგო და ბეგი, რა მოხდა გამაგებინეთ? რა მოხდა და მოულოდნელად ქარი ამოვარდა და ჩვენი ფრანი ხეებისკენ გაიტაცა. ბეგი მასწავლებელ თან აი ბაწარსაც ვეჯაჯგურებოდით რომ აი ფრანის მიმართულება შეგვეცვალა. თან გვეშინოდა რომ ბაწარი არ გამწყდარიყო. ხო და უცებ მეგიმას ეს ჩვენი ფრანი ერთი მაღალი ხისკენ წეროს შემოეხვია. წარმოიდგინეთ, აი ჩვენი ამდენი შრომა წყალში ჩაიყრებოდა. წარმომიდგენია ბეგო და ბეგი, ალბათ ძალიან განიცადეთ. ვაი, სიტყვებით ვერც კი გამოვხატავთ მეგიმას. მაგრამ უცებ საიდანღაც ერთი უზარმაზარი, ძალიან სიმპათიური და ზრდილობიანი ჟირაფი გამოჩნდა. მერე? ბეგის მიუახლოვდა და ეკითხება, ხომ არ დაგეხმაროთო? ნოჰო. დიახ, და მეც მაშინვე სიხარულით შევძახე. რა თქმა უნდა, თუ შეიძლება დამეხმარეთ მეთქი რა. ძალიან კარგი. ბეგი, ერთი წუთით, ახლა იცი რა გამახსენდა? რა? ჟირაფი შენ როცა გიყურებდა, ლოყები გაუჭითლდა. გური მოეწონე ციო. კარგი ბეგო, რა დროს ეგ არის? ხო და მოკლედ მეგიმას ამ ჟირაფმა ჩვენი ფრანი გადაარჩინა. თანაც ეს ყველაფერი საოცრად მარტივად გააკეთა. მარტივად გააკეთებდა ბეგი, აბა რა სიზამდა. მეგიმას ვიცით რა ხელა იყო? აი წარმოიდგინეთ, 2 სართულიანი სახლის სიმაღლის იყო ეს ჩვენი ჟირაფი რა. ბეგო. რა? ეს ჟირაფი თუ მართლაც ამ ხელა იყო. ლოყები რომ გაუწითლდა, როგორ დაინახე? როგორ დავინახე და ახლავე გეტყვი. ბეგი, მე ეს ვიგრძენი. ბეგო და ბეგი, რა საყვარლები ხართ? ესა, მეგიმას, საყვარლები კი ვართ, მაგრამ ჩვენს გადაცემას რა ვუყოთ? რა უნდა უყოთ ბეგი? არც არაფერი. გამოდის რომ ჩვენი გადაცემის მთავარი პერსონაჟი ჩვენ უკვე ვახსენეთ? ნამდვილად ასეა ბეგო. ანუ ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი პერსონაჟი იქნება მაღალი, ზრდილობიანი და მაღალი, ზრდილობიანი და უბრალოდ ჟირაფი. მართალია ბეგი. ბეგი მასწავლებელო, ხო ვიცით რომ მე არაფერი გამომეპარება, ნახეთ რა მოხდა. ბეგის უნდა ეთქვა სიტყვა სიმპათიურიც, მაგრამ არ თქვა. იცით რატომ არ თქვა? რატომ? ჩვენი მოერიდა. იმიტომ რომ მარტო ჟირაფს კი არ მოეწონა ბეგი. ბეგისაც მოეწონა ჟირაფი. ბეგო, ახლა გაჩერდით არემ, ნახავ რასაც გიზამ. ვაიმე, არ გაბრაზდა ბეგი, არ გაბრაზდა. ბეგო და ბეგი, რა სასაცილოები ხართ? კარგი. მოდი ახლა დააკვირდით პლანშეტს. აბა, ნახეთ. აი ბეგი, შენი ჟირაფი გამოჩნდა ნახე. ბეგო, რა შუაშია ჩემი? შეხედე, დაბლა წარწერაც არის ჟირაფი. ანუ დღეს უნდა ვისწავლოთ ასობგერა ჟ. დიახ. ჟ. აი, მეგიმასწავლებლო, არაჩვეულებრივი თანხმოვანია. ერთი წუთით ჟ. აი, ჟმური თანხმოვანია. აი, იმსახურებს ამ სიტყვას ნამდვილად რა. რაო? მეგიმას ამან ისევ დაიწყო ძველებურად რა. აი, რას ნიშნავს ეს ჟმური ვერ გავიგე? რას ქვია ძველებურად დავიწყე ბეგი, კარგი რა. აი ნახე, ხომ არსებობს სიტყვა უჟმური. არსებობს? ხო ვიცი რას ნიშნავს? აი რომ უკარება რომ არის, აი რაღაცა აი ძიმე ხასიათი რო აქვს. ვიცი. ახლა დააკვირდი ამ ასობგერას, ნახე რა, საყვარელი ასობგერა, ამიტომ მას მე სიტყვა უწოდა, ეს ნიშნავს რომ ჟმური, ანუ
კეთილგანწყობილი და ძალიან კარგი ხასიათების მქონე ჩვენი ასოგერა ჟო. აი ასე. ბეგო, იცი, უნდა გითხრა რომ სიტყვა ჟმური არ არსებობს. გაიგე ბეგო? ტაში, ბეგი, ტაში, გაიხარდა, ნახეთ, კარგი რა ბეგი რა. რანაირად არ არსებობს, მეგი მასწავლებელო, ახლავე, აი, მინდა მკითხოთ, აი, ნახეთ, ხომ არსებობს სიტყვა, აი, ჭკვიანი და უჭკუო. დიახ, არსებობს. მაშინ რატომ არ უნდა იყოს უჟმური თუ არის ჟმური? ამიხსენით ვერ გავიგე რა. კარგი ბეგო, ვეცდები აგიხსნა. ნახე, ჭკვიანი და უჭკუო წარმოსდგება სიტყვისაგან ჭკუა. ხოლო ჟმური ასეთი სიტყვა საერთოდ არ არსებობს. გაიგე ახლა? გავიგე, გასაგები. აი, სამწუხარო არ და როგორ ხდება ეს სახელი ჟმური. ახლა რა ვქნა? ეწყინება ამ ასოგერა ჟოს. კარგი, ჩემო ჟო, ვარაფერს ახალს არ მოვიფიქრებ, იყავი უსახელო თანხმოვანი ჟო. ბეგო, რა სასაცილო ხარ. კარგი, მოდით ახლა ჩვენი გაკვეთილი გავაგრძელოთ. დიახ. გავაგრძელოთ. მაინტერესებს რა იცით ჟირაფების შესახებ? ბეგი, შენ ბევრი რაღაც იცი ჟირაფებზე და შენ დაიწყეო. კარგი ბეგო, ახლა მართლა და მართლა გეყოფა რა. ბეგო, კარგი. დავიწყებ მე კი მას. გისმენ ბეგი. ჟირაფები აფრიკაში ცხოვრობენ და ისინი ყველაზე მაღალი ცხოველები არიან. მართალია ბეგი. მამრების სიმაღლე ზოგჯერ 6 მეტრსაც აღწევს. ой, ამხელები არიან? დიახ. იქნებიან ბეგი, იქნებიან, აბა დაგავიწყე იმ შენმა ჟირაფა რა სიმაღლიდან ჩამოიღო ჩვენი ფრანი. ახლა აღარ მოისვენებს მე იმას რა. ბეგო, გავაგრძელებ. განაგრძე გისმენ. ჟირაფები მწვანე მცენარეებით იკვებებიან, განსაკუთრებით კი ხის ფოთლები უყვართ. მართალია. ეყვარებათ ბეგი, აბა წარმოიდგინე, იმ ხელა კისერი აქვს რომ ალბათ აი ხის კენწეროსაც კი მიწვდებიან რა. ბეგო, სხვათა შორის ამაში მათ თავიანთი გრძელი ენაც ეხმარებათ. ყოჩახ ბეგი, ძლიენა ეხმარებათ? დიახ. ბეგი მასწავლებელო, პირველად გავიგე რომ ვიღაცას რაღაცა შეეხმარება თავისი გრძელი ენა რა. ბეგო. ბეგი, ყოჩახ, ეს რამდენი რამ გწოდნია ჟირაფების შესახებ? დიდი მადლობა მე იმას. ერთსაც დავამატებ. სიამოვნებით მოგისმენ. დიახ. ჟირაფებს ორი პატარა რქა აქვთ. მამრები მათ ერთმანეთთან ჩხუბის დროს იყენებენ, რათა გამარჯვებულმა დედრის გული მოიგოს. შესანიშნავია. დედრის გული მოიგოს? არა, ბეგი მასწავლებელო, მე ბეგისი ამას ვერ დავიჯერებ და აი არ არსებობს, აი არა, ვერ დავიჯერებ. მე რა შუაში ვარ, ბეგო? რა და აი ხა მე წარმოგიდგენიათ ბეგი ნამდვილად არ დაუშვებს იმას რომ იმ თავისმა ჟირაფმა ბეგის გულისთვის სხვა ჟირაფებთან იჭხუბოს. აი არა, მე მასწავლებელო, ახლა თუ ბეგოს არ გააჩერებ, საერთოდ ავდგები და წავალ გადაცემიდან, მორჩა. დაწყმარდი ბეგი დამშვიდი ბეგო, ეს უკვე სასაცილო აღარ არის. უკაცრავად მასწავლებელო, აი ბეგი მასწავლებელო, ჟირაფებისგან განსხვავებით, ჩემი გრძელი ენა ჩემთვის ძალიან აი ცუდ როლს თამაშობს, ასე რომ საერთოდ მას აღარ ამოვიღებ რა. ბეგო. ვაი. კარგი. საკმარისია. მოდი ახლა მოვისმინოთ ბეგომ რა იცის ჟირაფების შესახებ. აბა ბეგო, გისმენთ. ბეგო, გაგვაგებინე რა სამბობ? ბეგო, რა გემართება? არაფერი ბეგი მასწავლებელო, ხო გითხარით რომ ხმას არ ამოვიღებ მეთქი, თორე ისევ რაღაცას ვიტყვი და ბეგის ვაწყენინებ, ამიტომ ჩუვალ ვიქნები გოგია რა. ბეგო, რაც მთავარია შენ მე დამანებე თავი, თორემ ჟირაფებზე თუ რამე იცი, მოგვიყევი, მიდი, გისმენთ. კარგი, ბევრი რაღაც ვიცი ბეგი მასწავლებელო, აი დავიწყებ. ესე იგი, ჟირაფები აქლემების მსგავსად, აი ძალიან ცოტა წყალს სვავენ. მართალია? ისინი როგორც წესი, ესე იგი საკვებთან ერთად იღებენ სითხეს. მაგრამ წყლის დალევა თუ გადაწყვიტეს, ვაი, 40 ლიტრის დალევაც კი შეუძლიათ ერთიანად რა. ნამდვილად ასეა, ყოჩახ ბეგო. კიდევ აი ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ესე იგი ცხოველები, ჟირაფების გვერდით, აი ძალიან დაცულად ცნობენ თავს, აი ძალიან. და ხომ იცი ამის მიზეზი რა არის? რა თქმა უნდა, მეგი მასწავლებელო, წარმოიდგინეთ ახლა შენთან ერთად როცა არის ეს უზარმაზარი ჟირაფი, თან თვალები ისე აქვს განთავსებული, რომ აი ყველაფერს ხედავს.
ნახეთ, აი თუ დაინახა მტაცებელი ხო თუ დაინახა, ის იწყებს კუდის ქიცის და ესე იგი ამითი ცხოველებს ატყობინებს რომ სამთხემოდის ცხოველებო დაიმალეთ. ოჩაღბეგო, შესანიშნავია. მე კი მას მართლაც უნიკალური ცხოველი ყოფილა ეს ჟირაფი არა? ასეა. უნიკალური თუ არის, მაშინ ერთი ლექსი ჩვენმა ჟირაფმა ნამდვილად დაიმსახურა რა. და აი მე დავწერე, აი ახლავე წაგიკითხავთ რა. სიამოვნებით მოგისმენ. ახლავე ცოტა გავიჭიმები აი ასე. ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ. ამასე ვიტყვი პირდაპირ. ყველა ცხოველს იმედი აქვს თუ გვერდით დგას ჟირაფი. ოჩაღბეგო. მართლაც ოჩაღბეგო. არაჩვეულებრივი ლექსი გამოგივიდა. მე გიმასწორებელო ერთსაც დავამატებ თუ შეიძლება რა. თქმა უნდა შეიძლება. ესე იგი, ნახეთ, საკმაოდ უშიშარი ცხოველებიც არიან. აი, თუ დაინახეს მტაცებელი, აი, როგორ წესი არ გარბიან ხოლმე, მაგრამ თუ გაიქცევიან, იცით რა სწრაფი სირბილი შეუძლიათ? 60 კილომეტრამდე საათში სიჩქარის განვითარებას კი შეუძლიათ. შვენიერია ბეგო. აუ, მე კი მას ერთი რაღაც გამახსენდა კიდევ შეიძლება ვთქვა? რა საკვირველია გისმენთ? დიახ, აი, მდედრ ჟირაფს, როდესაც შვილი უჩნდება, ის 2 მეტრიანი სიმაღლიდან დაბლავარდება და პატარას რამდენიმე საათში სიარული შეუძლია. აბა, მართალია, მე ვამაყობ თქვენით. გაკვირვებული ვარ, ეს რამდენი რამ გწოდნიათ ჟირაფების შესახებ. დიდი მადლობა. იცით, მე მხოლოდ ერთ რამეს დავამატებ. ჟირაფების შვილს ეწოდება ბოჟიკი. ბოჟიკი? თქვენ წარმოიდგინეთ. რა საინტერესოა. აუ, მე მეგიმასებელო, შეიძლება ბეგის რაღაც ვთხოვო? სთხოვო? რა თქმა უნდა შეიძლება. ბეგი, მომისმინე, ხო ვიცი რომ მე ყველანაირად ვზრუნავ რომ შენ იყო უსაფრთხოდ, ხო? ერთად როცა ვიქნებით, ნუ შენია პრობლემა არ იქნება, მაგრამ თუ მარტო სადმე წახვალ ყურადღებით იყავი, მაღლა აიხედე, ვინმე ბუჟიკი არ დაგეცეს თავზე. აუ, ბეგო რა საყვარელია. ბეგო და ბეგი. ძალიან საყვარლები ხართ მართლაც. დარწმუნებული ვარ, ბავშვებს თქვენი ამბობი ძალიან მოეწონება. აუ, რა კარგია. ახლა კი დროა ჩვენი გადაცემა განვაგრძოთ რა სიტყვით? განვაგრძოთ. მოდი ვნახოთ, როგორ იწერება ასობგერა ჟ. ჩახედეთ პლანშეტს. მოდით. ნახოთ. აი, ასე. რა ლამაზი მოყვანილობა აქვს არა ბეგო? რა ცუდია რომ შმული არ არსებობს სიტყვა რა, როგორ მოვხდებოდა რა. კარგი ბეგო, კარგი, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. გაჩვენებთ. აი, ასე. შვენიერია. ძალიან კარგია რა. ახლა დროა ვნახოთ ანიმაცია ჟირაფზე. აუ, როგორ მაინტერესებს. წარმომიდგენია, ბეგი, როგორ გაინტერესებს. ბეგო. მეგიმასწრებელო, ჟირაფებისგან განსხვავებით, ჩემი გრძელი ენა მე არაფერში არ მეხმარება. ჩქარა, ჩართეთ ანიმაცია, თორე კიდევ რაღაცა წამომწდება რა. კარგი ბეგო, კარგი, ვნახოთ. ნახოთ. ფოთლებს ჭამს ყველაზე მაღალი არის ძინარეთს დგას და სახეს უმხიარული აქვს მიდის ჟირაფი მიდის ჟირაფი მიდის ჟირაფი 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 მიდის ჟირაფი მიდის ჟირაფი მიდის ჟირაფი 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 როგორი სახალისო სიმღერა იყო, არა ბეგო? აუ, ანიმაციაც ძალიან მომეწონა. ბეგო, მოდი წავიმღეროთ. მოდი აბა. მიდის ჟირაფი, დიდი ჟირაფი,
მიდი ჟირაფი რა კარგი სიმღერა შვენიერია მართლაც ახლა კი მოვიფიქროთ სიტყვები რომლებიც იწყება ასობგერა ჟ-ზე აბა ბეგი არ მოგერიდო შემოწვით ფასო დაიწყე მიდი ბეგო კარგი დავიწყებ გისმენთ მოვიფიქრე პირველი სიტყვა მეგიმას პირველი სიტყვა ჟასმინი შესანიშნავია სხვათა შორის ძალიან სასარგებლო მცენარეა ჟასმინი აუ მეც რა მიყვარს ჩაი ჟასმინით აუ რა გემრიელია და სასარგებლოა კიდე ხო და მეორე სიტყვაც მოვიფიქრე აბა მეორე სიტყვა ჟოლო ჟოლო ისედაც მიყვარს მაგრამ ვაიმე მურაბა რა კარგია ჟოლოსი და აუ ერთხელ მახსოვს გაცილებული ვიყავი ყელიც მткиოდა და დედიყო დაბალევინა ჩაი ჟოლოს მურაბი და იცით ძალიან მომიხდა სხვათა შორის რა მართლა ძალიან სასარგებლოა ყოჩაღ ბეგო და ბეგი ახლა ჩემი ჯერია მე მოვიფიქრე მარტივად ჟონგლიორი აი ესე 1 2 5 ავაგდე 2 2 3 4 5 6 7 მე ხანჯლებზე გადავედი ვაიმე ხო და შემდეგი სიტყვა აუ მეგიბასებულო მე მგონი მე დიდი ხარია ლექსიონ დამიწერია ხო მართალია დაწერე ხო აბა მიდი აბა შენ დაწერე თუ მაგარი არა მე არ შემიძლია ბეგო არ შენი ლექსები ბეგო მიდი ვისმე ახლავე ერთი წუთით ვაიმე ნერწყვი მომადგა სიხარული მელის მგონი თუ შევჭამე ჟელი ბონი ვაიმე სახში რო წავალ გზაზე უნდა ვიყიდო ბევრი ჟელი ბონი და შევჭამო ვაიმე როგორ მიყვარს ბეგო დიდი ხანია კბილის ექიმთან არ ყოფილხარ ვაიმე რატო გამახსენე ბეგი გავიგე მეგიბასწავლებელო შეცდომით წავიკითხე ეს ლექსი არასწორ კი ნახეთ როგორ უნდა იყოს სიხარული მელის მგონი თუ არ ვჭამე ჟელი ბონია ასე უნდა იყოს მართალი ხარ ასე ჯობია ბეგო და ბეგი რა საყვარლები ხარ ძალიან მადლობა ახლა კი ჩვენი დამშვიდობების დროც დადგა. ვაიმე 32 გადაცემას დასასრულს მივახვდა. ვაიმე ესე იგი ერთი გადაცემა დავჭე ხო ბეგი მარტო. ასე გამოდი. რა მაგარია ბავშვებო არ მოიწყინოთ ჩვენ ძალიან მალე ისევ დაგიბრუნდებით. ბავშვებო თქვენ კი არ დაგავიწყდეთ აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი სადაც ირაკლის აწყობილი ახალი ონლაინ თამაშები გელოდებათ. კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე სოდნის ღიარულ სამყაროში. გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა ჩვენ ვართ ბეკო და ბეგი წინ გველოდება გზა მაგარია გზა გველოდება როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე სადეშვება როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით მერე უნდა გავაფერადოთ ორას გავაფერადოთ მაგარია თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო რისთვის დაცურავს თევზი ზამთარში რატომ თოვს ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს ვაი ამაღლა არის მართლა ეს ყრუბელი კურდღელს აშინებს მგელი ვაი ზებრას ოლები აქვს მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს ანიმაციებით გაგვართობს მაგარი ანიმაციებს ნახავთ თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო ბეგი იმდენ
რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს. ძალიან ბევრ რაღაცას. რა მაგარია, ბეკო, როგორ მიხარია.